გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ადამიანს უნდა მიმართოთ თხოვნით. ზოგადად არავის არაფრის ვალდებულება არ ეკისრია და როდესაც ადამიანს რამეს ეუბნებით ან გაქვთ რამე სურვილი, უნდა მიმართოთ თხოვნით. აქ არაფერი არ არის ისეთი, რაღაც ძალიან ელემენტარულია უცხო ადამიანს მიმართოთ თხოვნით და არა ბრძანების ფორმით. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა ჯანმრთელობის მხრივ, ვინაიდან გქონდათ ასეთი სურვილი. მე არ ვაწყენებ ადამიანს და გავაკეთებ ასეთ პატარა გაშლას, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ, რომ როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, უმჯობესია მიმართოთ ექიმს და ექიმიდან მიიღოთ დიაგნოზი და მკურნალობის პროცესი, რადგან ჯანმრთელობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ უნდა იყოს დამოკიდებული დასტებზე. ეს უბრალოდ ჩემი რჩევა, მაგრამ მიუხედავად ჩემი აზრისა, ლოგიკისა, მე მაინც გავაკეთებ გაშლას, ვინაიდან სურდა ადამიანს ერთ-ერთ თქვენგანს. გაშლა იქნება სამ ვარიანტზე. იმედია კარგად ჩანს კარტები, მინდა გამოჩნდეს. ფიქრობ ჩანს ჩემი კარტები და ასევე დავიხმარო ყვავილები. პირველი, მეორე და მესამე. რომელი არკანიც უფრო მიგიზიდავთ, ან რომელი ციფრიც უფრო მიგიზიდავთ 1-დან 3-მდე, ან კიდე რომელი ყვავილიც უფრო მოგეწონებათ, შესაძლებელია სწორედ იქ იყოს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. მე კიდე შევეცდები უფრო კარგად მიუახლო ჩემი ტელეფონი არკნებს და უფრო ლამაზად გამოჩნდეს ჩემი ყვავილები, რათა უფრო მარტივად მოახდინოთ არჩევანის გაკეთება. იმედია ყველამ კარგად დაინახეთ და ვისაც დრო არ გეყოთ, თუ რა თქმა უნდა მინდეს დრო არ გეყოთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. მე კი დავიწყებ ბოდიში, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით, მათვის ვინც აირჩია ასეთი წითელი ლამაზი ყვავილი. და მინდა გითხრათ მეგობრებო, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, თქვენ ცხოვრებაში დასტაბილურდება ჯანმრთელობა, თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან ძლიერად, ისე ძლიერად, რომ შესაძლებელია ახალგაზრდობაშიდაც კი არ იყავით ასეთი ძლიერი. ამ არკანს ვერ უწოდოთ დასტაბილურებას, პირიქით, თქვენ იქნებით ძალიან მაღალ ენერგიებში, ანუ თუ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა, გამოჯანმრთელდებით ძალიან მარტივად და იქნებით ძალიან მაღალ ვიბრაციებში ჯანმრთელობის მხრივ. და კიდევ. აქ არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია მართლა იყოს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჯანმრთელობის მხრივ, ან კიდევ შესაძლებელია სტრესის გამო გაუარესდა მისი მდგომარეობა, ტყუილის საფუძველზე მიიღო სტრესი და გახდა ძალიან ცუდად. ახლა არის თავდაცვის პროცესი, ან ჯანმრთელობის მხრივ ეს აღნიშნავს მკურნალობას, ადამიანი არის მკურნალობის პროცესში, მკურნალობს ადამიანი, მაგრამ ძალიან მალე მიაღწევს გამოჯანმრთელებას და მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ იქნება ძალიან კარგი.
შესაძლებელია ამ ადამიანს ჰქონდა მართლა ძალიან დიდი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ არ ინერვიულოთ, მიეცემით დარდს, რადგან ძალიან მალე იგრძნობთ თავს ძალიან მაღალ ვიბრაციებში. მიამით დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტზე, გადავალ მეორე ვარიანტზე. და მაგთვის, ვინც აირჩიეთ მეორე არკანი, ანუ ყვითელი ყვავილი, ეს გაშლა არის თქვენთვის. აქ ადამიანი არის გულმატკენი, შეიძლება ადამიანს აქვს გულის პრობლემები, თუ ადამიანს აქვს გულის პრობლემები, ნახოთ როგორ იქნება მისი მდგომარეობა. თუ წინა ვარიანტი იყო სტრესის მდგომარეობაში და სტრესით მიღებული მდგომარეობისგან იყო ცუდად, აქ პირიქით არის, აქ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს გულის პრობლემები. და ნახოთ მისი მდგომარეობა. ადამიანი აქ დამოკიდებულია წამალზე, აქვს გულის პრობლემები, შესაძლებელია ზოგთან დაფიქსირდეს გულის ოპერაციაც. არის თუ მდგომარეობაში, მაგრამ გითხრათ, რომ თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება კურნალობის შემდეგ თუ ოპერაცია საჭიროებს, არ შეგეშინდეთ ოპერაციის, რადგან ოპერაციის შემდეგ თქვენი მდგომარეობა იქნება დასტაბილურებული. აქ ამოვიდა გულის არკანი, მაგრამ არ მიუთითებს მაინდა-მაინც იმას, რომ მაინდა-მაინც გულის პრობლემები უნდა იყოს და გულზე საჭიროებდეს ოპერაცია, შესაძლებელია გადაათამაშოთ და მოარგოთ თქვენ სიტუაციას, თქვენს მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან ამოვიდა გულის არკანი, ნატკენი გული, უფრო შესაძლებელია უფრო დაუკავშიროთ გულის პრობლემებს. ასე თუ ისე, რა მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ ჯანმრთელობის მხრივ, თქვენი მდგომარეობა არის თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება. თუ სჭირდებათ ოპერაცია, არ შეგეშინდეთ, რადგან ოპერაციის შემდეგ ყველაფერი მოგვარებადია. ასე რომ დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტსაც და გადავალ მესამე ვარიანტზე, მათთვის ვინც აირჩია ასეთი ლამაზი ყვავილი. თუ თქვენ გქონდათ, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლებელია გქონდათ და უკვე დასტაბილურებულია თქვენი მდგომარეობა. რადგან აქ არ იკითხება, არ მოდის რთული ენერგიები და არკანი არ იკითხება რთულად. აქ ადამიანს უკვე მიღწეული აქვს გამარჯვებისთვის და გადალახული აქვს ყველა არსებული პრობლემა. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მხრივ, ვინაიდან არკნები იშლება ჯანმრთელობაზე ადამიანის თხოვნით. დიახ, ადამიანის შესაძლებელია იყუავად, იყო რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ამ დროისათვის ადამიანის მდგომარეობა, ადამიანის ჯანმრთელობა უკვე დასტაბილურებულია, უკვე თავს თვლით გამარჯვებულად და თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ უკვე გადალახული გაქვთ კრიზისი და გამოსული ხართ ამ მდგომარეობიდან. ადამიანს შესაძლებელია უკვე ჩატარებული აქვს მკურნალობის კურსი და ადამიანი უკვე თავს გრძნობს უფრო კარგად და ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ითქვას არის გაცილებით მაღალ საფეხურზე, ვიდრე უწოდოთ დასტაბილურება. მე კი ამით დაგემშვიდობებით სამივე ვარიანტს
და მომავალ შეხვედრამდე.